კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. მშვიდობის მოგესალმებით, მე დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა კლინიკა მზიური მედის რადიო იმედის ერთობლივი პროექტი გახლავთ, როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ეპილეფსიური სინდრომები ბავშვებში, ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რა არის გულყრა, რამდენად ხშირია ფერბილური გულყრა, არის თუ არა ყველა ტიპის გულყრა ეპილეფსიის გამოვლინება. როგორ მართოთ შინ ეპილეფსია, მოკლედ ამ თემებზე გვესაუბრება სტუმარი ნევროლოგი გვანცა არველაძე. Captain Guanța, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ აი ესეთი აქტუალური თემით. აქვე მსმენელს შევახსენებ, რომ ეს გადაცემა ყოველ ხუთშაბათს გადის ეთერში და ყოველ ხუთშაბათს პროფესიონალი ექიმები გვერდთვებიან ძალიან საინტერესო თემებით. Captain Guanța, მოდით საუბარი დავიწყოთ იმით, ზოგადად რას წარმოადგენს ეპილეფსია, რა არის ეპილეფსია, ანუ ეპილეფსიური სინდრომი ბავშვებში, გისმენთ? ეპილეფსია ეს გახლავთ ავარაპროვოცირებადი განმეორებითი გულყრები, ანუ მისი გამოვლინება არის გულყრა, გამჩხვარა, რასაც ჩვენ ვეძახით და ის ძირითადად ვლინდება თავის ტვინში ნეირონების გადაჭარბებული განტვირთვების შედეგად. ეს შეეხება თვითონ მაჩვენებელს ბავშვებში საკმაოდ ხშირია და დაახლოებით 0.5-დან 8 შემთხვევა ვლინდება წელიწადში 1000 ბავშვზე. მოზრდილებსა და ბავშვებში დაახლოებით 0.5-დან 1%-მდე არის ეპილეფსიის გამოვლინება. ძალიან ტიპები ეპილეფსიის, არსებობს ფოკალური გულყრები, ანუ პარციალური, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ლოკალურად განვითარებული განტვირთვები თავის ტვინის ჰემისფეროს, ერთი ჰემისფეროს გარკვეულ უბანში და გენერალიზებული, რომელიც ვრცელდება მთელ თავის ტვინზე. შესაბამისად, პრობლემები და კლინიკური ნიშნებით არის განსხვავებული და მშობლისთვის შესაძლოა საკმაოდ რთულად ამოსაცნობიც იყოს. დავახასიათოთ გენერალიზებული ეპილეფსიის დაიწყოს, ეს არის ეპილეფსია, რომლის დროსაც ვლინდება ჩრდილოების დაკარგვა, გენერალიზებული პულმონური გულყრებით მიმდინარე ეპილეფსია საკმაოდ ადვილად ამოსაცნობია მშობლისთვის, რადგანაც მას ახასიათებს გონებას კარგად, ალბათ გინახავთ თქვენც ესეთი ადამიანი, რომელსაც პულმონური დაჭიმულობა მოხდება, პულმონური მოძრაობები, შემდგომ არის კონფუზიური მდგომარეობა, თუმცა შესაძლოა შექმნას ისეთი ეპილეფსიები, მაგალითად ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია აბსანს ეპილეფსია. ეს არის დაახლოებით რამდენიმე წამის განმავლობაში 4-დან თქვათ რომ ავიღოთ 20 წამამდე ცნობიერების გარინდება დაკარგვა. მშობელი აღწერს, თითქოს ბავშვი მთვარეზეა, თითქოს ბავშვი არ რეაგირებს და საკმაოდ რთულად ახსაქმელია მშობლისთვის ეს ყველაფერი. თუმცა ყურადღება ამაზე აუცილებლად უნდა გაახსოვოთ, რადგანაც თითოეული ასეთი წამიერი აბსანსი, ანუ წამიერი გარინდება და დაკარგვა ცნობიერების მოქმედებს ბავშვის თავის ტვინზე და თქვათ მის გონებრივ განვითარებაზე და მაჩვენებლებზე. ბევრი ტიპის გულყრა შეიძლება მიმდინარეობდეს ხოლმე ტონური კომპონენტით, ხოლმე კლონური კომპონენტით და ასევე ვარდნის შეტევებით, მაგრამ გენერალიზებული გულყრის დროს ჩვენ გვაქვს ყველა შემთხვევაში ცნობიერების გათიშვა, ანუ დაკარგვა. გასაგებია და რამდენად სახიფათოა ეპილეფსია ბავშვებისთვის? შეტევა შესაძლოა იყოს დამაზიანებელი ბავშვისთვის, რადგანაც ამ შემთხვევაში ძალიან მაღალია წამლის განვითარების რისკი. შესაძლოა ბავშვი დავარდეს, დაზიანდეს გარკვეული ნაწილი, თუმცა ბავშვებში არსებობს სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიები, რომელსაც ალბათ დავახასიათებთ მეორე ნაწილში. გააჩნია როგორ ეპილეფსიაზე საუბრობთ. არსებობს კეთილსისებიანი მიმდინარეობით, უკრალეს ბავშვებში ესია, ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას და თქვათ გარკვეული ასაკის შემდეგ 16 წლის შემდგომ ეს ტიპის ეპილეფსიები გადის, მაგრამ არსებობს ასევე რთული მძიმე, რომელიც არის რეზისტენტული, ანუ რთულად ხდება მისი დაქვემდებარება მედიკამენტთან. ფოკალურს ანუ ლოკალურს დავახასიათებ, ესეც გარკვეულ ნაწილში შესაძლოა გამოვლინდეს მოტორული კომპონენტით, ან გავრცელდეს, მაგალითად დაიწყოს ხელის მოძრაობით და გავრცელდეს სხვა ნაწილებზე, არის მხედველობითი შეგრძნებები, არის
სმენითი შექმნებები ყნოსვითი მაგალითად სხვადასხვა ხასიათის სიმპტომები მუცლის არეში სიფერმკთალე დეჟაუს მსგავსი მდგომარეობა სიზმრის მსგავსი მდგომარეობა აფექტორული შიში იმიტომ ვუცნობთ ამაზე ხაზს რომ ეს შეიძლება მშობლისთვის იყოს სულად აღსაქმელი რომ საქმე გვაქვს გულყრასთან ანუ გულყრა არ არის მხოლოდ რაც აქვს წელს გენერალიზებული ტონურ-კლონური თავისი კარგույt და ტონუსის დაჭემულობით ძალიან ბევრი ტიპის სხვადასხვა გამოვლინება არსებობს ძალიან მნიშვნელოვანია დროული მიმართვიანობა ექიმთან და დროულად დაწყებული მედიკამენტოზური თერაპია. დიახ და როგორ უნდა მართოთ შინ ეპილეფსია დავუშვათ ბავშვი გახდა ცუდად აქვს შეტევა ამ დროს უპირველეს ყოვლისა მშობელმა რა უნდა გააკეთოს სანამ დავუშვათ სასწრაფოს გამოიძახებს კი ბატონო აუცილებლად შევინარჩუნოთ პირველ რიგში სიმშვიდე იმიტომ რომ საკმაოდ რთულად დასანახია ეს მდგომარეობა მშობლისთვის ამ ეპილეფსიური კურთხების და შეტევების უმეტესობა არის თვითკუპირებადი ანუ რამდენიმე წამი და რამდენიმე წუთამდე გრძელდება ეს ის პერიოდია როდესაც თქვათ ეს აქტების კერა ეს ნეირონების განტვირთვა ხდება როდესაც დასრულდება განტვირთვა რა თქმა უნდა სრულდება გულყრაც მნიშვნელოვანია ის რომ დავაწყინოთ უსაფრთხო ადგილას აუცილებელია რომ სასურველია რომ გულზე გადავატრიალოთ ადამიანი ან ბავშვი რადგანაც ამ შემთხვევაში ხშირად არის სასუნთქი კუნთების ტონური დაჭემულობა და უჭირს ადამიანს თქვა არ არის რეკომენდებული და თითქმის ყველა ამას აკეთებს რომ ხდება ენის ამოქაჩვა საშიშრობით ენა სადღაც მოხდება მისი გადაყოფა ეს ასე არ არის ამ რაღაცა მყარი სადლის ჩარება კბილებს შორის ერთადერთი უნდა მივაქციოთ რომ არ მოხდეს ენის მოკუნება ხო სხვა ისეთი აქ საშიშროება ჩვენ არ ველით და როგორ უნდა მოვიქცეთ უკაცრავად ხალბატონ გვანცა გაწყვეტინებთ რომ არ მოხდეს ენის მოკუნება აი ამ შემთხვევაში უბრალოდ თუ გადავაბრუნებთ გვერდზე და მივჩენთ სწორ პოზიციას ფაქტობრივად არ ხდება ამიტომ რაღაცა მყარი საგნოს ჩადებას ჩვენ არ ვაძლევთ ამის რეკომენდაციას არა მარტო ჩვენ არავინ არ არის საჭირო ამის გაკეთება კიდევ ერთი მდგომარეობა ანუ მშობელი ხშირად რაღაცა გამღიზიანებულს იწვევს ერთი პაციენტი იყო როდესაც თქვა ხან ყბენა ხდება ბავშვზე ხან დარტყმა ხდება ბავშვზე რომ ამით ფიქრობენ რომ მოხდება ამ ყოველთვის შეჩერება ეს ისე არ არის თუ ხედეთ რომ არ ხდება გულყრის შეჩერება რადგან არსებობს ეპილეფსიური სტატუსი რომელიც ხანგრძლივდება რომელიც თქვა მიურდება ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ დავრეკოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოვიძახოთ და მოხდეს ბავშვის მოთავსება კლინიკაში რადგან არ შეგვექმნეს სასუნთქი სისტემის პრობლემები მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს გულყრა თავისით ხდება კუპირება ბინის პირობებში და შემდგომ რა თქმა უნდა უკვე უნდა მიმართოთ სპეციალისტს რომ ჩავთოთ მედიკამენტოზური თერაპია. დიახ, რაც შეეხება მართვას ბირნის პირობებში, აი ეს გამოცდილება ესეთი იყოს შემთხვევაში წარსულში ალბათ ხშირად გაგვიგია და გვინახავს ყოველთვის რომ ეპილეფსიური შეტევის დროს რაღაცა სინათლეს ანუ რთავენ სიბნელეში ათავსებენ ადამიანს, იქნება ეს ბავშვი თუ ზრდასული და შავ ნაჭერს აფარებდნენ ხოლმე და ეს რამდენად მისაღებია და არის თუ არა ეს გამოსავალი? არ არის ეს მისაღები. ეს იყო დიახ ძალიან ბევრი აკეთებდა ამას, დიახ. ხო, ამ შემთხვევაში როგორც აღნიშნეთ, ერთადი პრობლემა შეიძლება შეგვექმნას ის, რომ სასუნთქი სისტემის სირთულე გამოვლინდეს და თქვათ პაციენტს აქვს ციანოზი ან ხუეტუჩის არეში სტიმურჯი. ამიტომ ჩვენ დავუზრუნოთ პირიქით, რომ მოჭერილი ტანსაცმლისგან გათავისუფლება, ფანჯრის გაღება, ჰაერი, უზრუნოთ ესეთი პაციენტიდან შვიდ მდგომარეობაში. ესეთი მოვლენები, რასაც ვაკეთებით ადრე, თქვათ ნაჭრის დაფარება, ენის ამოქაჩვა და სხვადასხვა საკანი, არანაირი მტკიცებულობა არ არსებობს, რომ არც ევიდენცი, რომ ეს ეხმარება გულყრას, პირიქით შეიძლება დამაზიანებელიც იყოს ესეთი პაციენტისთვის. კარგით, რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით კვლავ ამ თემით, ასე რომ დარჩით ჩვენთან. კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. მე
დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა კლინიკა მზიური მედის რადიო მედის ერთობლივი პროექტი გახლავთ, რომელიც ყოველ ხუთშაბათს ამ დროს გადის ეთერში. ექიმებთან ერთად აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ. შეგახსენებთ დღეს ჩვენი სტუმარი ნევროლოგი გვანცა არველაძე, რაც შეეხება საუბრის თემას ეპილეფსიური სინდრომები ბავშვებში, ეპილეფსიის დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ზოგადად რა არის გულყრა, რამდენად ხშირია ფებრილური გულყრა. ამ თემებზე ქალბატონი გვანცა გვესაუბრება გადაცემის პირველ ნაწილში. უკვე ჩვენს ფენელს ბუთხარით თუ რაში მდგომარეობს ეპილეფსია, თუ რამდენად სახიფათო არის თუ არა ბავშვებისთვის, როგორ უნდა მოვიქცეთ დაუშვათ შინ მართვის პროცესი როგორ ხდება და ქალბატონო გვანცა კიდევ ერთხელ მოკლედ მინდა ჩვენს ფენელს ხო ბუთხარით ის თუ რაზეც ისაუბრებთ პირველ ბლოკში, აი ძირითადი გზავნილები თქვენი რა იქნება და შემდეგ უკვე შემდეგ საკითხზე გადავალთ. ბატონო, ძირითადი ეპილეფსია როგორც თქვით ეს არის განმეორებითი გულყრები, ანუ მისი კლინიკური გამოვლინდება არის გულყრა, კრონჩხვა. ვისაუბრეთ ასევე თემაზე, რომ არსებობს ფოკალური, ანუ ლოკალური ეპილეფსიები და გენერალიზებული, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცნობიერების კარგვა და დახმარების საშუალებებზე, მეთოდებზე ბინის პირობებში, მოძველებული მეთოდები, რომელიც არის თქვა ენის დაჭერა, სხვადასხვა საგნის მოთავსება პირის ღრუში, ან შავი ნაჭრის ჩამოფარება არ არის რეკომენდებული, პირიქით აუცილებელია ჰაერის უზრუნველყოფა და განთავისუფლება სხვადასხვა ტანსაცმლისგან, მოჭერილი ტანსაცმლისგან და პაციენტის მოთავსება სწორ პოზიციაში, იმისთვის რომ შეუწყოთ ხელი სასუნთქ სისტემას და სუნთქვას. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ფებრილური გულყრა, რომელსაც თქვათ ახლა აღწერთ როგორც ეს გახლავს თავის ტვინის რეაქცია, ანუ გულყრა განვითარებული ტემპერატურაზე, ფებრილურ დაავადებაზე და იგი განსხვავდება ეპილეფსიისაგან. არ წარმოადგენს ეპილეფსიის გამოვლინებას. პირიქით, ეს არის მაღალ ტემპერატურაზე განვითარებული გულყრა. განასხვავებენ მარტივ და რთულ ფებრილურ გულყრას. მშობლისთვის საკმაოდ რთულია ამის დანახვა, რადგანაც ამ შემთხვევაში ბავშვი კარგავს გონებას, ხდება მისი დაჭიმულობა, კლონური მოძრაობები, მაგრამ ეს გულყრა არის ძალიან კარგი პროგნოზია, მომავალში განმეორების ძალიან დაბალი რისკი აქვს და ფაქტობრივად ეპილეფსიაში გადასვლა, ანუ ტრანსფორმაცია არ ხდება, განსაკუთრებით მარტივი ფებრილური გულყრის დროს. მარტივი ფებრილური გულყრა ეს არის ხანმოკლე, ანუ 15 წუთზე ნაკლები მიმდინარეობით, გენერალიზებული ეპიზოდით, იზოლირებული შეტევა არ მეორდება 24 საათის განმავლობაში და ძირითადად ეს არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. რთული ფებრილური გულყრა ეს არის ხანგრძლივი გულყრა, რომელსაც აქვს უფრო ფოკალური, რომელიც ჩვენ აღწერეთ პირველ ბლოკში, ფოკალური კომპონენტი არის განმეორების მაღალი რისკი და შეიძლება აღმოცენდეს დაბალ ტემპერატურაზე. ზოგადად ეპილეფსიაში გადასვლის რისკი ფებრილური გულყრის დროს უფრო მაღალია, მაგრამ ახაც მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზს, სხვადასხვა განვითარების ჩამორჩენას, რისკ ფაქტორები არის თქვათ ისეთი დაავადებები, რომლებიც ახასიათებს ბავშვებს ეს ნეიროგანვითარების დარღვევა, ამ შემთხვევაში შეიძლება ტრანსფორმირდეს. თვითონ ფებრილური გულყრის განმეორების რისკი არის 33%, მეორე შეტევის, ხოლო პაციენტთა 9% უვითარდება მხოლოდ 3 ფებრილური გულყრა. ანუ ფებრილური გულყრა ჩვენ გავმიჯნოთ ეპილეფსიისგან, ეს არის ფებრილურ დაავადებაზე, ანუ ტემპერატურულ რეაქციაზე განვითარებული გულყრა. იქნება კრუნჩხვა. ეხლა რაც შეეხება მკურნალობას, როგორ ხდება ეპილეფსიის მკურნალობა და განკურნებადია? არსებობს ბევრი ტიპის ეპილეფსია, განსაკუთრებით ბავშვებში, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას. მკურნალობა ხდება სპეციალურად შერჩეული მედიკამენტით, ძირითადად იწყება ორი არაპროვოცირებადი გულყრის შემთხვევაში, ანუ პირველივე გულყრის დროს ჩვენ არ ვნიშნავთ მედიკამენტს, უმრავლეს შემთხვევაში, ყველა შემთხვევაზე არ არის ლაპარაკი. არსებობს სპეციალური გაიდლაინები, ამიტომ მკურნალობამდე ძალიან მნიშვნელოვანი არის დიაგნოზი. სწორი დიაგნოსტიკა გულისხმობს ჯერ დავადგინოთ არის თუ არა ეს ეპილეფსიური ტიპის გულყრა, თუ ჩვენ საქმე გვაქვს რაიმე სხვა არაეპილეფსიურ მდგომარეობასთან, თუ როდესაც ხდება მისი დადგენა, ამ შემთხვევაში უნდა დავადგინოთ ტიპი ეპილეფსიის, როგორია ეს ფოკალური თუ გენერალიზებული და თუ შემდგომ მოხდება სინდრომის დადგენა, თქვათ ბავშვთა ასაკში ძალიან დიდი შეღავათია მკურნალობის სფეროში, რადგანაც
თითოეულ ეპილეფსიას თითოეული ტიპის გულყრას აქვს შესაბამისი მედიკამენტი, რომლის მტკიცებულობა უფრო მაღალია აი ამ გულყრის შეჩერების თვის. რა არის მნიშვნელოვანი, ხო? მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მოვახდინოთ გულყრების შემცირება საწყის ეტაპზე და მოვახდინოთ სრული შეჩერება. მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივია, აუცილებელია გავიდეს თქვა ბოლო გულყრიდან გარკვეული პერიოდი. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3-5 წელი, როდესაც ხდება კლინიკური სიმპტომის შეჩერება და კვლევა, რომელიც არის ძირითადი კვლევა, ელექტროენცეფალოგრამა, როდესაც ელექტროდების საშუალებით ნეირონული აქტივობა შეისწავლება თავის წინში და ზუსტად აი მკერის დადგენა, ამ კვლევაზეც თუ არის დადებითი დინამიკა და არის ნორმალური ეგ, ამ შემთხვევაში ხდება თვითონ ეპილეფსიის განკურნება. მნიშვნელოვანია ბავშვის მდგომარეობა, ნორმალური განვითარების ბავშვებში ეს ტიპის ეპილეფსიები ექვემდებარება მკურნალობას და შედეგიც გვაქვს ძალიან კარგი. დიახ, და რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, მაინც აქცენტი მინდა გავაკეთოთ სტრესულ გარემოზე. ანუ განსაზღვრას თუ არა და ართულებს თუ არა სტრესული გარემო, აი ბავშვების მდგომარეობას, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულყრა, ეპილეფსიური სინდრომი და ამ დროს მშობლებმა რა უნდა გაითვალისწინონ, როგორ უნდა შეუმსუბუქონ არსებული რეალობა. კარგი, რაც შეეხება თვითონ მიზეზებს, მიზეზები მრავალფეროვანია ეპილეფსიის, თუმცა აქ აქვს მნიშვნელობა გენეტიკურ ფაქტორებს, ნეირომეტაბოლურ დაავადებებს, მნიშვნელოვანია შესაძლოა განვითარდეს ტრაუმის დროს, ტოქსიკოლოგიური სხვა დარღვევების დროს, ინფექციების დროს, თვითონ რა ტიპის გამღიზიან, როდესაც ბავშვს აქვს ეპილეფსია და როდესაც ბავშვს აქვს გულყრა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ თქვათ არ მოხდეს ამ გულყრის თავიდან წარმოჩინება. ეს მკურნალობაში არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ათვლას ვიღებთ მედიკამენტის შეჩერებისთვის, ანუ ბოლო გულყრიდან უნდა იყოს გარკვეული პერიოდი გასული. წარბი ემოცია, ახთოვანება, აგზნება, პირიქით გადაღლა, უძილობა, საკვების დეფიციტი, ხმაური, ეს ხელს უწყობს გულყრის პროვოცირებას. ასევე მოულოდნელი განათება, თქვა ძალიან ხმა, მაღალი ხმა. ხშირად არის, რომ მშობლები ასევე კუნჩხლის საწინააღმდეგო მედიკამენტებს არარეგულარულად აწვდიან და არარეგულარული მიწოდების შემთხვევაში ხდება გულყრის თავიდან წარმოჩინება, რომელიც თვითონ ხელს უშლის განკურნების პროცესს, როგორც ექიმისთვის, ასევე ბავშვისთვის ეს არის დამაზიანებელი. ეპილეფსია სჭირდება ხანგრძლივი, პერმანენტული და შეუწყვეტელი მკურნალობა მედიკამენტით, რომელიც არის შერჩეული სპეციალისტის მიერ. დიახ, და ბოლოს ბავშვი არაერთ გარემოში იმყოფება, ახლა პანდემიიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ახლა ონლაინ სწავლაზეა გადასული, მაგრამ განათლების სისტემა, თუმცა ეს ყველაფერი დასრულდება, ბავშვები დაუბრუნდებიან სკოლას და აი ამ შემთხვევაში დაუშვათ რა უნდა იცოდეს პედაგოგმა, ანუ თქვენ ისაუბრეთ ეპილეფსიაზე დაუშვათ შინ მართვის პროცესზე, რა უნდა გააკეთოს მშობელმა და თუ ეს მოხდა სხვა დაუშვათ გარემოში, თუნდაც სასწავლო გარემოში, სკოლაში რა უნდა გააკეთონ, დავუშვათ როგორ მოიქცნენ და ამ შემთხვევაში ვალდებული არის თუ არა მშობელი, რომ სკოლა და მასწავლებელი პედაგოგები ჩააყენოს საქმის ყურში, რომ მისი შვილს ეპილეფსიური სინდრომი გააჩნია. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა, ნამდვილად ესეა, აუცილებელია რომ ინფორმირებული იყოს სკოლა და პედაგოგიც ამის შესახებ, რადგანაც შესაძლოა ეს ძალიან მოულოდნელად და სწრაფად განვითარდეს ესეთი შეცდომა. მასწავლებელი უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, თუ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, სკოლის პირობებშიც იგივე რეკომენდაციას ვაძლევთ ჩვენ, რომ სიმშვიდე, გვერდზე დატოვა, ჰაერით უზრუნველყოფა, გარკვეული პერიოდი მოვიცადოთ, სანამ ხდება დასრულება ამ შეტევის და შემდგომ უკვე სკოლას თუ ყავს ექიმი ძალიან კარგია, ან რომელიმე სამედიცინო სხვა პერსონალი, სხვა შემთხვევაში უკავშირდებით მშობელს ან სპეციალურ სამედიცინო დახმარებას სასწრაფოს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გადაყავს პაციენტი სპეციალიზირებულ კლინიკაში. დიახ, და ბოლოს პოზიტიურ ნოტაზე მინდა ეთერი დავასრულოთ, ეპილეფსიური სინდრომი არის თუ არა, ასე ვთქვათ, გადაჩენი, სახიფათო არის თუ არა და ამასთან ერთად რამდენად შესაძლებელია ასე დისკომფორტის გარეშე ცხოვრება, თუმცა ბუნებრივია, რომ რაღაც გარკვეული დისკომფორტი არის.
მკურნალობა იმდენად წინ წასულია დღესდღეობით მედიცინა, ძალიან ბევრი ტიპის მედიკამენტი არსებობს, ამიტომ უმრავლესი ბავშვები, რომლებიც დაავადებულები არიან ეპილეფსიით, ესეთი გულყრები არის კულტირებული, ანუ შეჩერებული, ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ასაკთან ერთად და გარდამავალია, როგორც აღვნიშნეთ და ამიტომ სახიფათო შეიძლება იყოს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს რაღაცა დაზიანება, ეს შეტევის შემთხვევაში სხვა მხრივ ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრების რიცხვს ეწევიან და გარკვეული პერიოდის შემდგომ შესაძლოა მათ ასევე გააქცევონ ცხოვრება მედიკამენტის გარეშე. დიდი მადლობა ქალბატონ გვანცე ესეთი საინტერესო საუბრისთვის, საჭირო რეკომენდაციებისთვის, გისურვებთ წარმატებებს, უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობას. გვანცა არველაძე ნევროლოგი იყო სატელეფონო ხაზზე, ეთერში გავიდა გადაცემა ჯანმრთელი დილა კლინიკა მზიური მედის რადიოიმედის ერთობლივი პროექტი, ჩვენ ვისაუბრეთ ეპილეფსიურ სინდრომზე ბავშვებში. რადიოიმედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, ახლა კახა გელაშვილის შემოგვიერთება სპორტის ამბები 12 საათის საინფორმაციო სამსახური და შემდეგ უკვე დღის არხი ნინო მეუნარგიასთან ერთად დაიწყებს მაუწყებლობას. დროებით მე მალე გაგიბრუნდებით. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. კვალიფიციურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. რადიო იმედზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა დილიდან იწყება. ყოველ ხუთშაბათს 11-დან 12 საათამდე ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. დღეიდან ყოველ ორშაბათს 10 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის JGRC-ის და რადიო იმედის ერთობლივი პროექტის ფარგლებში თქვენ მოусმენთ საავტორო გადაცემას უნაყოფობა კითხვები და პასუხები. მე გადაცემის წამყვანი ემბრიოლოგი, ექიმი, კლინიკა JGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე გესაუბრებით ჩვენი დროის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. თქვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ ჩემი სტუმრები. დაგვირეკეთ ან მოგწერეთ თქვენი კითხვები კლინიკის და ან რადიო იმედის გვერდზე. ყველაფერი, რაც გაინტერესებს. რისი გაგება, ნახვა ან მოსმენ აქსურს. ყოველ სამუშაო დღეს 17 საათსა და 17 წუთზე ყველაფერი რადიო იმედზე. თეთრი ორშაბათი, ლაშა უჩავესთან, ოქროსფერი სამშაბათი ნიკა წულუკიძესთან, წვანი ოთხშაბათი, ეკო პანგანთან, ყვითელი ხუთშაბათი შორენა ბეგაშოვთან და ჯრელი პარასკევი გია ჯაჯენიძესთან ერთად. ყოველ სამუშაო დღეს 17 საათსა და 17 წუთზე შესანიშნავი ხუთეულის 17-17 რადიო პროექტი, რომელმაც აქამდე არსებული ყველა ქართული რადიო გადაცემების რეიტინგი მოხსნა. ყოველ სამუშაო დღეს 17 საათსა და 17 წუთზე ყველაფერი რადიო იმედზე. ყველაფერი რადიო იმედზე. გადაცემა 17-17 სპონსორია კომპანია ტუმბო. ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლისა და ჰაერის სისტემების მრავალფეროვანი არჩევანი. კომპანია ტუმბო, წყლისა და ჰაერის სისტემები. თბილისი, ბელიაშვილის 23 და ელიავას ბაზრობა, ბათუმი, პუშკინის 29, 3w.tumbo.gr. რადიო იმედის სამედიცინო გადაცემებს სოციალურ მედიაში წარადგენს სამედიცინო Facebook ჯგუფი მედკიდი. სეზონის ეთერის სპონსორია სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მოდუსი. ტელეფონი 0322 206 0101 www.modus.com.gr. მისამართი ბათუმი, პუშკინის 18, პუშკინის 13, გაგარინის 18. მოდუსი. აშენე მომავალი დღეს. სპორტის ახალი ამბები. კახა გელაშვილთან ერთად რადიო იმედის ეთერში. თავდაპირველად კლუბ ჩემპიონთა ლიგა მოგეხსენებათ გუშინ დასრულდა ლიგის 2020-2021 წლების ჯგუფური ეტაპი, სამამისად ცნობილია მერვედფინალურ პლეი-ოფის 16-ვე მონაწილე გუნდი. მერვედფინალში ითამაშებენ ბაიერნი, რეალი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ჩელსი, დორტმუნდი, იუვენტუსი, პარი სენ-ჟერმენი. ეს არის ეგრეთ წოდებული განთესილ გუნდთასი, ანუ გუნდებისა, რომლებმაც თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს. რაც ეხება მეორე ადგილოსნებს, ანუ განუთესავ გუნდებს, ატლეტიკო, გლადბახი, პორტუ, ატალანტა, სევილია, ლაციო, ბარსელონა და გერმანული ლაიფციგი. 14 დეკემბერს ნიონში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში UEFA შტაბ-ბინაში გაიმართება მერვედფინალური ეტაპის სილისხრა, რომელშიც ჯგუფური ეტაპიდან გასული 16-ვე გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც უკვე გაუწყვეთ ჯგუფის გამარჯვებულები განთესილები იქნებიან მეორე ადგილოსნები კი განუთესავები განთესილი გუნდები საპასუხო შეხვედრებს საკუთარ მოედანზე გამართავენ ეს არის ეს მცირე უპირატესობა რომელიც გააჩნიათ პირველ ადგილოსნებს მეორე ფინალში მოქმედებს კლავაც შეზღუდვა რომლის მიხედვითაც ერთმანეთს ვერ შეხვდებიან ჯგუფურ ეტაპზე ერთსა და იმავე ჯგუფში მყოფი გუნდები და ასევე ერთი ქვეყნის წარმომადგენლები დამატებითი შეზღუდვების საჭიროების შესახებ მონაწილეებს წილის ღრამდე აცნობებენ მეორე ფინალის პირველი შეხვედრები 2021 წლის 16-17 და 23-24 თებერვალს გაიმართება საპასუხო მატჩები ამავე ეტაპისაც 9 და 16-17 მარტს მატჩები თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება მეოთხე ფინალისა და ნახევარფინალის წილისღრა კი 19 მარტს გახლავთ ჩანიშნული ამავე წილისღრაზე ანუ 19 მარტს გამოავლენენ ფინალური მატჩის ნომინალურ მასპინძელს ფინალი შეგახსენებთ 2021 წლის 29 მაისს სტამბოლში კემალ ატატურკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დღეს დასრულდება UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიც აქაც ბოლო მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართება. გუშინ კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ასაკობრივ ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპების წილისღრა შედგა, სადაც ცნობილი გახდა საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებთა მეტოქეებით. საქართველოს 17 წლამდე ნაკრები მეოთხე ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდი უნგრეთის, ისლანდიისა და ესტონეთის თანატოლთან ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდება ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები და ასევე 13 ჯგუფში 4 საუკეთესო მესამე ადგილოსანი მოიპოვებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრის შუალედში ჩატარდება ჩვენი ჯგუფის კალენდარი და ასევე თამაშების მასპინძელი ქვეყანა ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა 17 წლამდეთა ფინალური ეტაპი 2022 წლის მაისში ისრაელში გახლავთ დაგეგმილია შეხება 19 წლამდეთა ნაკრებს აქ მე-10 ჯგუფში მოხვდა ჩვენი ნაკრები ნორვეგია, უელსი, კოსოვო მეტოქეები მატჩების გამართვის 3 სავარაუდო თარიღი განიხილება 2021 წლის 30 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ეს პერიოდი ასევე ოქტომბრის დასაწყისი 4-დან 12 ოქტომბრამდე და ნოემბერი 8-დან 16 ნოემბრის ჩათვლით შუალედში ჯერჯერობით ზუსტი დრო მატჩების გამართვის არ არის დადგენილი. ჯგუფის კალენდარი და ასევე თამაშების მასპინძელი ქვეყანა აქაც მოგვიანებით გახდება ცნობილი ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრები გუნდები და ასევე 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მიიღეს. ფინალური ეტაპი კი აქ 2022 წლის ზაფხულში სლოვაკეთში გაიმართება. დაბოლოს ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა გუშინ ჩემპიონთა ლიგის მე-16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედურ როსენგართან და დიდი ანგარიშით წააგო 0-7 შვედების უპირატესობა აშკარა იყო უკვე პირველი ტაიმის შემდეგ სკანდინავიელები 6-0 იგებდნენ მეორე ტაიმში კი მათ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს საბოლოოდ 7-0 ლანჩხუთელები საპასუხო მატჩს ამავე მეტოქესთან ანუ როსენგართან 16 დეკემბერს შვედეთში გამართავენ. რადიო იმედი უსმენთ ერთმანეთს. No strings attached. That's what you said way back
fault is it this time of yours or mine? I said there'd be no relationship, but here we go again. Keep breaking my rules, I will never love. I will never love again. This habit, realize I can't fight this attraction. Don't know how you do it, but you're so good at what you do. It's so hard. No. Realize I can't fight this attraction. No one ever plans on being lonely, but it seems like that's my story. What a band-aid covering this wound. It's true, I crossed my heart with no hopes to die. I could have drowned from all these tears I cried. That's why I said no more. Somehow you keep breaking my rules. Keep breaking my rules. I will never love again. I will never love again. It's so hard in this head. No, I realize I can't fight this attraction. Don't know how I said I don't know how you so do it, but you're good at what you do. It's so hard kicking this habit. Fight this attraction. I can't fight it, baby. I can't fight it at all. Can't fight it. I can't fight it. I can't fight it. Fight this attraction. I can't fight it. No, I can't fight it. I can't fight it. Can't fight it at all. Can't fight it. No, I can't fight it. I can't fight it. Fight this attraction. რეკლამა რადიო იმედზე. კამოტორში წინა საახალწლო ფასდაკლება ზამთრის საბურავებზე. მოამზადეთ თქვენი მიკროავტობუსი ზამთრისთვის ჩვენთან. კამოტორსი მუდამ თქვენს გვერდით მაღალი ხარისხით და განსაკუთრებულად დაბალი ფასებით. დაგვიკავშირდით 598 411 111. თუ გაწუხებთ ნევროზული ხასიათის ტკივილი გულის არეში, აჩქარებული გულისცემა, სტრესი, ნერვული დაძაბულობა, სპაზმი, ჩაძინების გაძნელება, კორსიზის ტაბლეტებს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. კორსიზი გაგიადვილებთ ჩაძინებას, მოგიხსნით სპაზმს. კორსიზის ტაბლეტები დაუბრუნებთ თქვენს გულს სიმშვიდეს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. რა შეგიძლია გააკეთო ერთ დღეში? კრისტალში ერთ სამუშაო დღეში 30000 ლარამდე დაფინანსების მიღება შეგიძლია. დროულად შეუდექი საახალწლო სამზადის. სწრაფ მომსახურებაზე კი ჩვენ ვიზრუნებთ. მიმართე კრისტალის ნებისმიერ ფილიალს ან დაგვიკავშირდი 032 202 20 20. კრისტალი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია. Krokobet.com-ზე წლის გათამაშება დაიწყო. ითამაშე რაც გინდა. დააგროვე ბილეთები ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ფინალურ გათამაშებებში. მოიგე ახალ-ახალი 2020 წლის ავტომობილები, Range Rover Velar, Jaguar F-Pace და წილი 900,000 ლარიდან ყოველდღე. Krokobet.com. გაერთე უსასრულოდ. განსაკუთრებული შეთავაზება ლიბერტის სოციალური ბარათის მფლობელებს. ფარმადეპოში გადაიხადეთ ლიბერტის სოციალური ბარათით და ყოველდღიურად მიიღეთ საუკეთესო ფასი გულსისხლ ძარღვთა, ძვალკუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიურ ჯგუფში შემავალ მედიკამენტებზე. ფარმადეპო ადგილი, სადაც ფარმაცევტი თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მხოლოდ 3 დღით გაორმაგებული кэшბექის აქცია ზამთრის პროდუქტებზე. პარასკევს, შაბათს და კვირას ეწვიე Tegeta Motors-ის ნებისმიერ სერვის ცენტრს და დაიბრუნე ორჯერ მეტი თანხა. საბურავის, აკუმულატორის და ანტიფრიზის შეძენისას 032 226 44 44. მოიგე 125,000 ლარი ყოველ მეორე დღეს. ითამაშე ნებისმიერი თამაში ბეთლაივზე და მოიგე შეზღუდვების გარეშე. ბეთლაივი, გაერთი შენს გემოზე. ეკოლოგიურად სუფთა ხორცს პროდუქტების კომპანია ქართული სახლი გთავაზობთ საკუთარ ფერმაში უახლესი ხორცისგან დამზადებულ უგემრიელეს ძეხვებსა და დელიკატესებს სოიოსა და კონსერვანტების გარეშე. ეს შენი ჯანმრთელი ცხოვრების არჩევანია. 25%-იანი кэшბექის აქცია სუბუქი ავტომობილების სერვისზე. ეწვიე Tegeta Motors-ის ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით, ან გამოიძახე Tegeta-ს პერსონალური მენეჯერი და შეაკეთე ავტომობილის სერვის ცენტრში მისვლის გარეშე. განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინე პროდუქცია ონლაინ შოპზე. Tegeta Shop G 032 226 44 44. საუკეთესო სპორტი საქართველოში კრისტალბეტისგან.
ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით და მრავალფეროვანი პოზიციებით. გამოცადე უსწრაფესი და სხვებზე მოქნილი მობილური ვერსია და თვალიადევნე უცხოეთ ლაივსტრიმებს მხოლოდ ჩვენთან და არსად სხვაგან. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. ავერსში გულების აქცია დაიწყო. ყოველ 20 ლარის შენაძენზე მიიღებთ 1 გულს, ხოლო 5 გულის დაგროვებისას ისარგებლებთ 50%-იანი ფასდაკლებით ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების რჩეულ ბრენდებზე. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს. პანდემიის დროს მნიშვნელოვანია ხანდაზმულმა მოქალაქეებმა იქონიონ სურსათისა და წამლების მარაგი. განაგრძონ მედიკამენტების მიღება ჩვეულ რეჟიმში. იქონიონ გეგმა ოჯახის წევრების ან მომვლელის დაავადების შემთხვევაში. ვიზრუნოთ ერთმანეთზე, დავიცვათ ფიზიკური დისტანცია. 2-3-3 5-9 რადიო იმედის სარეკლამო სამსახური. სრული საათის სპონსორია საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია ტრანსფორი გრუპი. გრუპაჟული ტვირთების ტრანსპორტირება ავტომობილით ჩინეთის ნებისმიერი წერტილიდან 18-დან 25 დღეში. დაგვიკავშირდით 2-44-02-24 ან 577-46-60-00. ტრანსფორი გრუპი. საქართველოში 12 საათია. ქრონიკა FM თამუნა აფშილავასთან ერთად. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის მეხუთე რაუნდი აღარ გაიმართება. დღეს დახვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 51 რაუნდი შედგება. საქართველოში COVID ვირუსით ინფიცირების დინამიკა კვლავ მზარდია. 12 საათი თბილისის დროით პირდაპირ ეთერშია რადიო იმედის საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა FM. სტუდიაშია თამუნა აფშილავა. ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშულის საქმეში გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლი დაინტერესდა. დოიჩე ველეს ცნობით მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დასახელებულია სანდრა რულოვსიც. მას გამომძიებლებმა ბერლინში ჩასვლა და ჩვენების მიცემას თხოვეს, თუმცა მისი დარწმუნება ვერ შეძლეს. ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე გერმანელმა სამართალ დამცველებმა ტელეფონით გამოკითხეს, თუმცა გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე სატელეფონო საუბრის დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. გამოძიების ინფორმაციით ზელიმხან ხანგოშულის მკვლელობის დღეს სანდრა რულოვსი ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას გეგმავდა. ცნობისთვის საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დაასდო ბრალი. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის მეხუთე რაუნდი აღარ გაიმართება. ინფორმაციას ადასტურებს ევროკავშირის წარმომადგენლობა. საქართველოში რა გახდა მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი უცნობია. წესი დღევანდელი რაუნდის შემდეგ უნდა გარკვეულიყო, მიაღწევდნენ თუ არა შეთანხმებას პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები. ამ დრომდე სულ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მედიატორების ჩართულობით ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, თუმცა გადამწყვეტ საკითხებზე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა. ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან დიპლომატების დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს საქართველოში გერმანიის ელჩი გამოეხმაურა. ჰუბერტ კნირში განმარტავს, რომ დიპლომატების მოლაპარაკებებში ჩართვა სწორედ ოპოზიციის თხოვნა იყო და არც ერთ დიპლომატს მათთვის თავი ძალით არ შეუთავაზებია. ელჩის განცხადებით აშკარაა ოპოზიციის შიგნით არსებული დაპირისპირება. მოვისმინოთ ამ ინტერვიუდან ფრაგმენტი. ჩვენ ისევ და ისევ მოგმართავდნენ ოპოზიციური პარტიები გასული წლების განმავლობაში, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ოპოზიცია და თქვენ დიპლომატებმა უნდა დაგვეხმაროთ. ამასთან უნდა ითქვას, რომ დასავლური იდეა გამოიხადება არაერთ პარტიაში ან ერთ პიროვნებაში, არამედ ის კონსტიტუციის შესაბამისი მმართველობის და თავისუფლების იდეა არის. ამიტომ საქართველოს სააკაშვილის მმართველობის შემდეგ საპარლამენტო სისტემა შემოიღო. ამიტომ არის პარლამენტი ასეთი მნიშვნელოვანი და ამიტომ გააქტიურდნენ დიპლომატები, რათა შემდგარიყო მოლაპარაკებები პარტიებს შორის, რომლებიც წინ წაიყვანს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. არ მინდა ვისაუბრო თითოეულ პირზე და მათ გამონათქვამებზე. ვინც საუბრობს საკუთარ თავს თავად ახასიათებს და საზოგადოებას შეუძლია ამ გამონათქვამების შეფასება. მე და ბევრ ჩემ კოლეგას სურვილი ჰქონდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პროცესები უფრო ადვილად და იულად განვითარებულიყო. არჩევნებს წინ უძღოდა საკონსტიტუციო ცვლილება და პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი, რომელიც გაადვილებული იყო დიპლომატების ჩართულობით და მე ჩემს კოლეგებთან ერთად მონაწილეობდი მასში. პარტიები შეთანხმდნენ უკეთეს საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ამომრჩევს
არჩევნის ნებას უკეთესად და უფრო ზუსტად ასახავს. ამ სისტემის მიხედვით ჩატარდა არჩევნები. უფრო მეტი ოპოზიციური პარტია პარლამენტში იქნა არჩეული. პარლამენტში ოპოზიცია მთლიანობაში გაძლიერდა და მე მგონია, რომ ასეთი სახით პარლამენტი უკეთ ასახავს ამ მრჩეველთა ნებას, ვიდრე ეს იქნებოდა ძველი სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში. ამგვარად საქართველოს ჩააბარა დემოკრატიის ტესტი. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები არ იყო საქართველოში დემოკრატიული განვითარების მწვერვალი. მე მგონია, რომ აქ აუცილებელი შემდგომი გაუმჯობესება და ამის შეგნება არსებობს როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ასევე მმართველ პარტიაში. გაუმჯობესება, რეფორმები აუცილებელია, მაგრამ სხვაგან სად თუ არა პარლამენტში უნდა მოხდეს მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. თვალყურს ვადევნებ ამ პროცესს და მგონია, რომ ამ ხმამაღალ თავდასხმებს დიპლომატებზე ზუსტად ეს საფუძველი აქვს. აქ საქმე გვაქვს დაპირისპირებასთან ოპოზიციის შიგნით. ზოგი პოლიტიკოსი, ზოგი პარტია აწარმოებს ამ მოლაპარაკებებს და გამოხატავს შეთანხმების მიღწევის ინტერესს. სხვებს ეს არ მოსწონს. ამიტომ მათ, ვინც ქართულ ოცნებას ესაუბრებიან და დიპლომატების შუამდგომლობას იყენებენ, უკან ახევინებენ და მათ დისკრედიტაციას ეწევიან. ნათელია, რომ ყველა პარტიამ, რომლებაც მანდატები მოიპოვეს, თვითონ ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტოს, ამ მანდატებს გამოიყენებს თუ არა და დიპლომატებს კი არ აქვთ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ ზოგიერთ პოლიტიკოს და ზოგიერთ მედია საშუალებას, რომლებიც ცდილობენ სხვა პარტიების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიონ. ახალმა საარჩევნო კანონმდებლობამ საშუალება გააჩინა, რომ პარლამენტში უფრო მრავალფეროვანი ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი და მე მგონია, რომ მრავალფეროვანი ოპოზიცია ქართული პოლიტიკისთვის, ქართული დემოკრატიისთვის კარგი იქნება და ამიტომ კარგი იქნება, რომ ყველა პარტიამ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ზეგავლენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებს. ხდომა დღეს საღამოს გაიმართება და პარლამენტარები მასში დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას. დღეს და ხვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 51 რაუნდი გაიმართება. შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და პროვოკაციული ქმედებების და მათი მძიმე შედეგების საკითხს დააყენებს. ქართული მხარე ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ირაკლი ბებუაზე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა სწორედ ჟენევის მოლაპარაკების წინ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ქრონიკა FM თამუნა აფშილავასთან ერთად. საქართველოში COVID ვირუსით ინფიცირების დინამიკა კვლავ მზარდია. ერთ დღეში COVID-19 კიდევ 4570 ადამიანს დაუდგინდა. გუშინდელთან შედარებით დღეს თბილისში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა 24 საათში, დედაქალაქში 2067 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი სტატისტიკის მიხედვით მეორე და მესამე ადგილებს კვლავ აჭარა და იმერეთი იკავებს, რაც შეეხება განკურნებულ პაციენტებს. ad დეკემბერს ვირუსი კიდევ 3045 ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 43 პაციენტი ვირუსის დროულად გამოვლენისა და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მიზნით ერთ დღეში ქვეყნის მასშტაბით 19636 კვლევა ჩატარდა. პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან მთავრობის ორთვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ასევე ტესტირების პროგრამა და მსოფლიოში COVID-19 მართვის ტენდენციები განიხილა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტიანად მართონ კლინიკური სექტორი და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონალური მომსახურება პირველ რიგში სჭირდებათ, რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას. აღინიშნა, რომ ის ეტაპობრივად და ფრთხილად უნდა განხორციელდეს, ვინაიდან გადაადგილების სწრაფი ზრდა მაღალი რისკის შემცველია. ტესტირებების შესახებ კი ითქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით 20000 ტესტი კეთდება, მედიკოსები კი ინფიცირების 27000-ზე მეტ აქტიურ შემთხვევას აკონტროლებენ. მათ შორის 11718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7918 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4570 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯამთლდა 3045 პირი. სამწუხაროდ ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1657 პირი ემსხვერპლა. ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატს ევერი აბაშიძეს უსმენენ. გასაუბრება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული COVID წესების დაცვით უმაღლეს ინსტანციაში მიმდინარეობს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი კი 50 კანდიდატმა გამოთქვა, მათგან საბჭომ 9 უნდა შეარჩიოს. პროცედურულად გასაუბრების შემდეგ მათი სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალieდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვაში. საქართველოში უკანონო შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში. გამოძიებამ დააკავებული სატვირთო მანქანის შემოწმებისას სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავში 9 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 99 აბი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება MDMA აღმოაჩინა, რაც პოლიციამ ნივთკიცების სახით ამოიღო. ასევე დაადგინა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება თურქეთიდან საქართველოს გავლით უზბეკეთში უკანონოდ გადაჰქონდა დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს დაგეგმილი შეხვედრა მეხუთე რაუნდის სახით, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, არ შედგება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის. შემხვედრის გადადების მიზეზი უცნობია, ეს ინფორმაცია იმედი ნიუს ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. ევროპულ საქართველოში დღეს ჩანიშნული მოლაპარაკების მორიგი რაუნდის გადადებას ან გაუქმებას არადასტურებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურად პარტიაში არ შესულა. მართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობისა, ჩაშალონ მოლაპარაკება მხარეები შეთანხმდებიან. ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის, ისინი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა ევროპული საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად კი ოპოზიცია გააფორმებს დოკუმენტს პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით. ასეთი იყო საათის სიახლეები. რადიო იმედის მორიგი საინფორმაციო გამოშვება ეთერში 13 საათზე გავა. რადიო იმედის საინფორმაციო სამსახური. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. გაგაცნობთ 10 დეკემბრის ამინდის პროგნოზს. სინოპტიკოსთა ინფორმაციით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღე ძირითადად უნალექო ჩაივლის. ტემპერატურის მაჩვენებელიც უმნიშვნელოდ მოიმატებს. სოხუმში, ფოთში, ოზურგეთსა და მროლაურში 14 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისსა და ზუგდიდში 15. 11 გრადუსი იქნება ჭიათურაში, 8 მესტიაში. მაღალმთიანი რაიონებისა და თბილისის გარდა, სადაც თოვლი და თოვჭყაპია მოსაოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე უნალექო ამინდი იქნება, რაც შეეხება ტემპერატურის მაჩვენებელს. ცხინვალში, გორსა და რუსთავში 6 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ახალციხესა და ბორჯომში 8, თელავსა და სიღნაღში 4. 3 გრადუსი იქნება ბაკურიანში, +2 სტეფანწმინდაში, +1 გუდაურში. თბილისში კვლავ თოვჭყაპია მოსაოდნელი, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით. ღამით 1 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, დღისით კი 5. საათში ერთხელ მუსიკალური კინოპაუზა. Soundtrack. რადიო იმედის ეთერში. For a long, long time, things were good between the two of us. Doing this and that, there were no strings attached. I never wanted to get serious. Then one day, out of nowhere she said, I'm the only man she'll ever need. Now I feel so strange, never knew things would change. But then she started having feelings for me. How can I tell her that I love her when I thought that we were just having fun? How can I tell her that I love her when it's obvious that she's not the one? She's not the one. We go out sometimes, we even hit it once or twice before. But I honestly never thought I would see the day when she would say she wanted more. Now I feel so strange, feeling more than just a little guilty. She calls my name, but it's just not the same since she started having feelings for me. But how can I tell her that I love her when I thought that we were just having fun? How can I tell her that I love her
understand she's not the one. And I'm not ashamed to say that what we had was beautiful. So I'll tell her how I really feel inside, and hope that she won't take it personal. Tell her that love her. She means a lot to me, but I tell her love her. Always been there for me, but I tell her that love her. Can't mess up a good thing, no, no, no. Tell her that love her. რადიო იმედის ეთერშია რეკლამა. სიახლეს კაპიტალისგან მიიღე 100,000 ლარამდე სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით და დაიწყე გადახდა მე-7 თვიდან. გამოიყენე თანხა პირადი და ბიზნეს მიზნებისთვის. გვეწვიე დღესვე ან დარეკე ნომერზე 2-300-300. 13 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლე კვირის აქციით სუფთასალში. შეიძინე ქლიარი 400 მლ-იანი 8 ლარად და 60 თეთრად და მიიღე სიგნალის კბილის პასტა საჩუქრად. ლონდა კოლორი 5 ლარი და 20 თეთრი. არიელი 3 კილოგრამი 14 ლარი და 50 თეთრი. ვიცხოვროთ სუფთასალში. კამოტორში წინა საახალწლო ფასდაკლება ზამთრის საბურავებზე. მოამზადეთ თქვენი მიკროავტობუსი ზამთრისთვის ჩვენთან. კამოტორსი მუდამ თქვენს გვერდით მაღალი ხარისხით და განსაკუთრებულად დაბალი ფასებით. დაგვიკავშირდით 598-411-111. გიფიქრია წლის წელზე, როგორ იკვლევს გზას კლდეებში, არღვევს ხუდეებს და გადაიქცევა ძალად, რომელიც გავსებს პოზიტიური ენერგიით. გიფიქრია, რომ ქართული მთების ძალა მთის წყალშია. წყალი მთის, შეივსე ქართული მთის ძალით. გამოიწერე სასურველი ნივთი და დააგროვე ბონუს ქულები. ამანათის მიღება შეგიძლია მთელი საქართველოს მასშტაბით. მალეო G, ჩვენთან ერთად შოპინგი უკეთესია. გამართე ავტომობილი უსაფრთხოდ თეგეტაში. შეიძინე შენთვის სასურველი ნებისმიერი საავტომობილო პროდუქტი თეგეტას ონლაინ მაღაზიაში Tegeta Shop G და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ზამთრის საბურავებზე, აკუმულატორებზე, ძრავის ზეთებსა და სხვა პროდუქტებზე. მიიღე შეძენილი პროდუქცია შენთვის სასურველ ადგილას მთელი საქართველოს მასშტაბით. 032 226 44 44. 233 159 რადიო იმედის სარეკლამო სამსახური. სეზონის ეთერის სპონსორია სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მოდუსი. ტელეფონი 032 206 0101 www.modus.com.gr. მისამართი თბილისი, აგლაძის 51, კახეთის გზატკეცილი 65. მოდუსი. აშენი მომავალი დღეს. ყველაფერი, რაც გაინტერესებს. რისი გაგება, ნახვა ან მოსმენა გსურს. ყოველ სამუშაო დღეს 17 საათსა და 17 წუთზე ყველაფერი რადიო იმედზე. თეთრი ორშაბათი ლაშა უჩავესთან, ოქროსფერი სამშაბათი ნიკა წულუკიძესთან, წვანი ოთხშაბათი ეკო პანგანთან, ყვითელი ხუთშაბათი შორენა ბეგაშვილთან და ჯრელი პარასკევი გია ჯაჯენიძესთან ერთად. ყოველ სამუშაო დღეს 17 საათსა და 17 წუთზე შესანიშნავი ხუთეულის 17-17 რადიო პროექტი, რომელმაც აქამდე არსებული ყველა ქართული რადიო გადაცემების რეიტინგი მოხსნა. ყოველ სამუშაო დღეს 17 საათსა და 17 წუთზე ყველაფერი რადიო იმედზე. ყველაფერი რადიო იმედზე. გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. კატარაქტის ქირურგია მხოლოდ ფემტოლაზერით. მეტი სიზუსტე და მინიმალური რისკი. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით.
I'm in